დღეს საუბრობთ მოარულ ხმებზე. აი ხალხში რო არის ხმები გავრცელებული და კაცმა არ იცის მართალია თუ არა. აი დაახლოებით ისეთი ხმები, წყალბადის ზეჟანგი რო უნდა დალიოთ და ძალიან მაგარ საქმეებს რო იზავს, მაგარ საქმეებს ნამდვილად იზავს, ოღონდ არ მოგეწონებათ. კარგი, ეს სხვა თემაა. მოარულ ხმებზე ისევ შაქარზე გუშინდელი ვიდეოს გაგრძელებაა ფაქტიურად ეს. მოარული ხმა ნომერი პირველი, რომელზეც გუშინაც ვისაუბრე, რომ ჩვეულებრივ თეთრ შაქარს ჯობია ყავისფერი შაქარი და გახსოვთ ერთ-ერთი გმირი ღიმილის ბიჭებიდან სულ ამბობდა ხოლმე გააჩნია რა შემთხვევაში. მეც იგივე უნდა ვთქვა, გააჩნია რა შემთხვევაში. თუ ადამიანი ვერ ამბობს უარს შაქარზე, არ შეუძლია ადამიანს რომ არ ჩაიყაროს 3, 4, 5 ჩაის კოვზი შაქარი ყავაში და ჩაიში, მაშინ ისევ ჯობია რომ ეს იყოს ყავისფერი შაქარი, იმიტომ რომ აქ მიკროელემენტები მაინც არის, თორე ისე შაქარია, მარტივი ნახშირწყალი გლუკოზა, რომელიც ზუსტად ისე მოიქცევა ჩვენს ორგანიზმში, როგორც ჩვეულებრივი თეთრი შაქარი, თუ ადამიანი უმოძრაო ცხოვრებას ეწევა. არ ვარჯიშობს, არ დადის ფეხით და ასე შემდეგ, არ ხარჯავს ენერგიას, ფიზიკურად არ მუშაობს. ამ შემთხვევაში უმეტესი ნაწილი გარდაიქმნება ნეიტრალურ ცხიმებად, ტრიაცილგლიცეროლებად და ჩვეულებრივი ბანალური წონის მატება მოყვება ამას. გარდა ამისა, იქ თქვათ შეიძლება რაღაც ჰორმონალური დარღვევები მოყვეს, თქვათ ინსულინთან, გლუკაგონთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ეხლა ეს უკვე ძალიან ღრმა ბიოქიმია, ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვჭირდება. დაახლოებით ეს ის შემთხვევა, როდესაც ამბობენ ვარდისფერი ჰიმალაის მარილი ჯობია ჩვეულებრივ მარილს. მარილით არ არის კარგი დანამატი, მინდა გითხრათ, მარილი საჭიროა, მაგრამ რაღაცა განსაზღვრული რაოდენობა, რასაც გინდათ ჩვენ საერთოდ არ დავამატოთ მარილი. საკვებს ორგანიზმი მაინც მიიღებს ხილიდან და ბოსტნეულიდან აი ნატრიუმის იმ რაოდენობას, რაც მას ჭირდება და ქლორის იმ რაოდენობას, რაც მას ჭირდება. გარდა ამისა, ჩვენ მაინც მარილიანს ვიღებთ, ხო? ზეთისხილი, ყველი, ეხლა ვინც ძალიან უმარილოს არ ეტანება, იგივე მწნილი და ეხლა პლუს კიდე ამას რომ ამატებს ზემოდან ესე ბლოუმად მარილს მოაყრი საკვებს, ეს რა თქმა უნდა არ არის კარგი და ჰიმალაის მარილი არის აბსოლუტურად იგივე მარილი, ნატრიუმის ქლორიდი, რომელიც უბრალოდ შეიცავს დამატებით მიკროელემენტებს, ამიტომ ამბობენ რომ უფრო სასარგებლოა. აი თუ მაინც ვერ გითქვია უარი მარილზე, მაშინ მოდი იყოს ეს მაშინ ჰიმალაის მარილი, იმიტომ რომ აი მიკროელემენტებს მაინც მიიღებ. და ისე რომ ვიცოდეთ, ავიცენა თავის სამედიცინო ტრაქტატში, სადაც მას ჰქონდა თავი მიძღვნილი ნარკოტიკული საშუალებებისადმი, იქ ჰქონდა შაქარი და მარილი ასევე მოთავსებული, კოფეინი კიდე. რატო? იმიტომ რომ ისინი იწვევენ მიჩვევას. მოარული ხმა ნომერი 2. ბევრი შაქრის მიღება, ბევრი ტკბილის მიღება მოზარდებში იწვევს გამონაყარს. ეხლა მე ადრეც აღნიშნე და სტატიებშიც ვწერ, სამეცნიერო პოპულარულ სტატიებზეა საუბარი. და ეხლაც უნდა ვთქვა, რომ მე ბუნებრივი ექიმი არა ვარ, მე ვარ ქიმიკოსი. ოღონდ მოდი ცოტა ხუმრობით ვიტყვი, რომ ზოგიერთ ვაი ექიმზე ცოტა მეტი ვიცი. აი ვაი ექიმები მიწყენენ. და ძალიან ბევრი ვეძებე სამედიცინო და კლინიკური ბიოქიმიის წიგნებში, მაგრამ მსგავს ინფორმაციას ვერ მივაკვლიე. შესაბამისად, თუ მოზარდს სახეზე აქვს გამონაყარი და ბევრ ტკბილს ჭამს, ეს უბრალოდ დამთხევა არის და რაღაცა აძლევს ალერგიას, ან და რაღაცა სხვა მიზეზია. თუ თქვენ ვინც მოისმენს ამას და საპირისპირო იცის, მაშინ კომენტარში დაწეროს. შაქარი იწვევს ნაოჭების გაჩენას, აი ეს სრული სიმართლეა. და ამას შაქრიან დაბერებასაც უწოდებენ. შაქრიან დაბერებას ასეთ ტკბილად დამიბერდისთან არავითარი კავშირი არ აქვს.
ტკბილისი ბერე სხვა რამე არის. ტკბილისი ბერე რა არის, იცით? მოსიყვარულე შვილები რო გეყოლება, შვილიშვილები, ოჯახის წევრები. პრობლემა რო არ გექნება ცხოვრებაში, ჯამრთელი რო იქნები და რაც მთავარია, მეზობლები რო გეყოლება, შეგნებული წყალს რო არ ჩამოგასხავენ და ბევრს რო არ იყვირებენ და იცეკვებენ ღამის 6 საათზე. ეს არის სუპერ ტკბილი დაბერება. რაც შეეხება შაქრიან დაბერებას. შაქრიანი დაბერება ეს არის ნაადრევი ნაოჭები, ბევრი შაქრის გამო, იმიტომ შაქარი კოლაგენს აშლის, ცილა კოლაგენს აშლის, რომელიც ჩვენი სახის კანის კარკასი არის. და გარდა ამისა, ის ემტერება სისხლძარღვებს და ჯამრთელი სისხლძარღვები კანს ჟანგბადით ამარაგებენ, შესაბამისად დასკვნები თქვენ გამოიტანეთ. შემდეგი მოარული ხმა, ზედმეტი შაქარი თვალის კატარაქტას იწვევს. შეიძლება გამოიწვიოს. არის ასეთი საშიშროება. დიახ, მართალია. რატომ? იმიტომ რომ თვალის ბროლში არსებული ცილების ამინომჟავებსა და ამინოჯგუფებსა და გლუკოზას შორის რეაქცია მიმდინარეობს და წარმოიქმნება შესაბამისი ნაერთი, რომელიც ამ პათოლოგიურ პროცესებს აინიცირებს თვალის ბროლში და შესაბამისად შეიძლება განვითარდეს კატარაქტა და უფრო ცუდათაც დასრულდეს ეს საქმე, ასე რომ ეს მოარული ხმა სწორია. და ბოლო მოარული ხმა, შაქარი შევცვალოთ შაქრის შემცვლელით, ანუ აი ჩაი დავიტკბოთ არა შაქრით, არამედ შაქრის შემცვლელით. რა გითხრათ ახლა, პირველი შაქრის შემცვლელი საქარინი მე-19 საუკუნეში დაასინთეზეს და შემდეგ 60-იან, 70-იან წლებში მთელი რიგი ნაერთები გამოჩნდა კიდე ბაზარზე შაქრის შემცვლელების და დღეს აქტიურად გამოიყენება და სუპერმარკეტებში შეხვდებით ძალიან ბევრ დასახელებას. მე ამ პროდუქტებს არ ვიცნობ და ალბათ თუ ადამიანს შაქრიანი დიაბეტი აქვს, ამ შემთხვევაში უნდა ექიმა შეურჩიოს და დაუნიშნოს, მაგრამ თუ ადამიანი არის ჯანსაღი, ჯამრთელი და უბრალოდ რომ შაქარზე უარს ვერ ამბობს, შაქრის შემცვლელი გამოიყენოს ხანგრძლივი ფორმით. ჩვენს ნაწლავებში არის მიკრობიოტა, რომელსაც ჭირდება გლუკოზა. და შესაბამისად, თუ ხანგრძლივად ვერ მიეწოდება მას გლუკოზა, მაშინ ეს არ არის ტოლერანტული ეს ამ შაქრის შემცვლელებისადმი, მაშინ ეს მიკრობიოტა კვდება და შესაბამისად ჩვენ ისინი ძალიან გვჭირდება. აქედან ახლა დასკვნა, რომ ისევ და ისევ მივდივართ ავიცენამდე. საკვები არის წამალიც, საკვები არის შხამიც. გააჩნია რაოდენობას. მოკლედ, მიიღეთ შაქარი, ოღონდ წარე შოკოლადის, ზეფირის, ჰალვის, 5 წუთიანი მურაბების და რაც მთავარია, თაფლის, მცირე რაოდენობით თაფლის და რაც მთავარია, ცოცხალი ხილის სახით. აკონტროლეთ რაოდენობა. თუ მთლად ვერ გადაგიგდიეთ, ცოტა ყავისფერი შაქარი გამოიყენეთ. მე შაქარზე უარი მაქვს ნათქვამი, აი რაც ჩამოგითვალეთ, იმათ ვათამაშებ ჩემს რაციონში. თუმცა ძალიან მიყვარს და ამ უარის თქმა ძალიან ძვირად მიჩნდება. კარგად იყავით.